თქვენთან ერთად მივესალმოთ ჩვენს არაჩვეულებრივ მაყურებელს და გვინდა უთხრათ მაყურებელს რომ დღეს განსაკუთრებული დღე გვაქვს. გურულების დღეა მის პოსტში. მართლაც გურულების დღე ნიჭიერი ადამიანების და დღეს პირველ ბლოკში ყავს საოცარი სტუმარი. თან როგორი გურულები, სალოქვაძეების ოჯახი. ესე იგი ოჯახი რომელიც სასიმღერო ნიჭით განსაკუთრებულად გახდა ცნობილი მათი კულტურით, ბიზნესით, დიასახლისობა, ესე იგი დიასახლისობა ბიზნეს აქციას და სრულად სოფლიოს გააცნეს. სალოქვაძეების ოჯახი სოფლიომ გაიცნო და ესე იგი გურულებმა ხომ ამერიკაში წევეთ პირველად ცხენით. ხო და აგერ ახლა მეორე ამბავი რითი გაიცნო სოფლიო ხო გურია დაბრძანდით ესე იგი მოიწონარჩემსკენ ჩამოიწიეთ რომ კარგად ესე აი ყველანი კარგად ოზურგეთის სოფელი ხაური ყავს განსაკუთრებულ ეპიცენტრში დღეს ესე იგი მოვიკითხავთ გურიას ყველა გურუს გიყვარხარ ბედნიერი ვარ და რომელი ასეთი ბედნიერი დიდი ხანი არ ყოფილი ვარ მეგობრებო ისე მიხარი ხართ ისეთი ბედნიერი ვარ თქვენთან სტუმრობით ძალიან გვიხარია მე მაინც ესე ხა ბატონო ნინო პირველ რიგში როგორ ბრძანდებით მადლობთ არა მიშავს აქვე მინდა აუცილებლად განსაკუთრებულად დავიწყო თქვენი ქალიშვილის შექებით და დიდი მადლობა მინდა მე გადაგიხადო პერსონალურად იმიტომ რომ 150 წლის წისქვილი შეუნარჩუნე გურიას და დღეს რომ წყალზე ფქვავს მთელი გურია კინაღამ სიმიც ეს არ ვიცი ვფიქრობ რომ ცალკე კულტურა რომელიც აუცილებლად უნდა იყოს შემონახული და ვისაუბროთ მოდი წისქვილზე მის შენარჩუნებას და დღეს რა სახით და რა ფორმით არის ჩვენამდე ესე იგი ეს წისქვილი ჩემი დიდი ბაბუის აშენებული იყო რა თქმა უნდა ფუნქციონირებდა და დედაც მუშაობდა გარკვეული ხანი ამ წისქვილში ანუ 90-იანი წლების პერიოდს გეუბნებით მე ან მამის დაღუპვის შემდეგ ცოტა ხანი გაჩერდა წისქვილი და ცოტა ხანი არა დიდი ხანი გაჩერდა და აი სოფელი დარჩა წისქვილის გარეშე 20 წელი ხო სადღაც კი 15-20 წელი დაახლოებით და ძალიან გული მტკიოდა როცა ვხედავდი რომ წისქვილი იყო გაჩერებული მერე ჩვენი ბრძოლით შემართები და იმითი რომ აუცილებლად უნდა ამუშავებული იყო წისქვილი და სოფელს დაბრუნებოდა იმიტომ რომ ეს იყო აუცილებელი სოფლისთვის აღვადგინეთ ეს წისქვილი ჩვენი ძალისხმევი და მოკლედ ისე გამოვიდა რომ დღეს ფუნქციონირებს წისქვილი სოფელში ყველა კმაყოფილია ამითი სოფლის მოსახლეობას და რაც მთავარია ეს არის წყლის წისქვილი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ წყალზე იმ იერსახით რაც იყო 150 წლის წინათ იგივე მდგომარეობაში იმ ტრადიციით ეხლაც ფუნქციონირებს და მე ძალიან მიხარია და და ჩვენ ხო გიხარები და მართლა მადლობა გულწრფელი სოციალურ ქსელში როდესაც უყურებ ამ არაჩვეულებრივ ოჯახს როგორ ხალისობენ სტუმრებს როგორ მასპინძლობენ ხაცა უყურებ და აუ რა კარგია მაგრამ მოდი თქვათ რამდენად რთული არის სოფელში ცხოვრება აი იმ ყველაფერს გაკეთება რასაც თქვენ აკეთებთ ეს ძალიან ადვილია სანახავად საყურებლად ნამდვილად საყურებლად მოდი მოგხვდეთ ძალიან დიდ შრომასთან არის დაკავშირებული ჩვენ ბავშვობიდანვე ვიყავით ჩვენ ბავშვობლებმა მიგვაჩვია შრომას დაძალებითაც არ შეიძლება ეს ჩვენ გვიყვარდა შრომა ეს ძალით არ შეიძლება შეიძლება რამოდენიმე დღე გააკეთებინო ბავშვს რაღაცა მაგრამ მე უკვე ბეზრდება მე მშობელიც აი ჩვენ გვინდოდა ესე რომ აი ჩვენ შრომობდით ჩვენ ვიხარდა დამსახურება რა თქმა უნდა დედა ძალიან მიგვაჩვია შრომას და 4 დები ვართ 4-ს ჩვენი რაღაც მოვალეობები გქონდა სახლში და სულ აკეთებდით თან მამა ტრაილერის ძღოლი იყო ძალიან ხშირად იყო შორეულ რეისებში დედა იყო მარტო მაგრამ დედას არასდროს არ უგზნია რომ კაცი არ იყო ოჯახში ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით მიუხედავად იმისა რომ ვიყავით გოგოები ბიბლიოთეკაში არ შემიძლია ასევე არ ვახსენო წისქვილში ბიბლიოთეკა არ ვახსენო იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი განწყობილებაა და ესეთი განსხვავებული მინდა ვთქვა, არ ვიცი ხა შეიძლება არ ვიცი მე რამდენი შემთხვევა ეს ისტორია წისქვილების ისტორიაში ნამდვილად არ ვიცი მაგრამ ყოველთვის მე არ გამიგონია აქამდე და როგორ მოიფიქრეთ და ესე იგი გიორგი კეკელიძე კი არაჩვეულებრივი წიგნები აქ კიდევ ერთხელ მადლობას გადაუხდი ამისთვის და მოკლედ რამოდენიმე ადამიანმა ჩვენმა თანასოფელმა წიგნები შემოგწირა იმიტომ რომ იქ როცა მოდის მე პირადად აი იმდენი რაღაცა საქმე მაქვს სახლში ფუტკარი, სამი შვილი, წისქვილი, რაღაც ანუ რო გითხრათ რომ ეხა წიგნების წასაკითხად მეცალა მეთქი ძალიან მოვიტყუებ. ძალიან მეთქი და ამიტომ იქ რო სიმინს ვაფქვევ ისეთ კაი
პოეზიას გადავშლი ხოლმე და წავიკითხავ დრო ფუჭად რომ არ გახარჯო ამიტომ გადასარევი კი ნამდვილად გადასარევი საშუალება ბიბლიოთეკა და იქ მოსულ ადამიანებს შეუძლია წაიკითხონ და ამავდროულად მეც იქ გამოვნახავ ხოლმე მაგისტრის დროს. ალბათ მენა როგორც გოგოებმა თქვენს თქვენ ახართ ასე ვთქვათ ფუტკარი თავი და თავი ამ ყველაფერს. აი მოდით მოგვიყევით როგორ გადაწყვეტათ ეს ყველაფერი როგორ მიაჩვიეთ გოგოებს რომ შრომა არის პირველი და როგორ შეუნარჩუნეთ ის სიყვარული თავისი მიწის აი მყერის სადაც დღეს აი ესეთი საოცარი სამოთხე გაგვაშენებული. გამიციო ხო? როგორც დუმბაძე. შრომის მოყვარეები იყვნენ საერთოდ. პატარაობიდან უყვარდათ სამზარეულოში ჩემთან ერთად ფუსფუსი და მე არასდროს არ უშლი სხვათა შორის. ხამფუსში იყო ნამოსრულების ხან რაღაცა, მაგრამ ჩემთვის ეს სიზნელი არ იყო. მე მერჩივნა, იქონდათ მათ ამით ინტერესი გამიგეთ. და გარეთ მამა იყო ძალიან ისეთ ბიჭის საქმეებს ასწავლიდა ხოლმე ხერხი, დრუჟბა, მანქანის რემონტის არასოდეს არ მithქვამს რომ ეს არა გოგოების საქმე და ნუ ავალებ მეთქი ვიყავი ჩუმად ჩემთვის და ესენიც შრომობდნენ, ეხმარებოდნენ, ხან მანქანის ქვეშ იყვნენ, შენ ზვალი ოთხტავე ხან ისა და მე რომ საქმეზე მიდგა ეს ყველაფერი გამოადგა მას ცხოვრებაში კი ჩემი უღლი შეიძლება წასული იყო და შეშიც დაპობა გინდა და ხერხვა გინდა, ყანაში წასვლა გინდა, რა გინდა, მოკლედ ყველაფერს აკეთებდნენ და ამ ყველაფერს სიმღერით აკეთებდით ალბათ სიმღერით მე 10 წელი კი მუშაობდი წისქვილში კიდე ესენი პატარები იყვნენ იქ დაკვეთილებს მამზადებინებდი იქ მღეროდით ლექსებს ვათქვევინებდი პატარები იყვნენ და დედიკო გვასწავლე ჩვენსო ინტერესი გაუჩნდა და 4 თავეს ვასწავლე წისქვილის მუშაობა ხო და ეხა ეკას გაგი გამოადგა განათლებით კი 32 წელი ოზურგეთის სამუსიკო სკოლაში ვასწავლედი ფორტეპიანოს განხრით. მე შემეულე რომ გარდაიცვალა, ნუ შეიცვალა რაღაცა პრობლემები ისა და 15-20 წელი ინსტრუმენტთან არ მივსულა და ეკა მე საქმე რომ წამოიწყო, დედიკო მთხოვა იქნებ გახსათ ინსტრუმენტი დედიკო. გავხსენ ინსტრუმენტი და რა ვიცი 70 წლის ასაკში სიმღერების წერა დავიწყე, ლექსების წერა დავიწყე, ჩემს სტუმრებს ვეგებები ჩემი სიმღერებით, ახალი რაღაცეებით, ესენი ახალ კერძებს აკეთებენ, მე ახალ სიმღერებს ვხვნი, ხო და არა ჩვენ ვართ გამისუბუნება დღეს მოვისმენ ჩვენ ამ სიმღერებს. ქალბატონო ნინო, მე მაინტერესებს ახლა სალუქვაძეებიც არა ძალიან სერიოზული გენეტიკის პატრონები არიან და ისევე ღლონტების, მაგრამ მე მაინც მაინტერესებს ამ გოგოებში ეს ნიჭი ღლონტებისგან არის თუ სალუქვაძეებისგან? რომელი დაიბრალეთ ახლა მამა? სარაქვია სხვათა შორის ჩემი მეუღლე არ მღეროდა, ჩემი დედამთილი მღეროდა, კარგად მეგრელის ქალი იყო ალანის, კარგად უკრავდა ჩონგურზე და ესენი პატარები რომ იყვნენ ჩვენთან ერთად მღეროდით ხოლმე და ჩემი მხრიდან უფრო მეტი იყვნენ. მამა ჩემი კარგად მღეროდა, დედა ჩემი ვარლან სიმონიშვილის გუნდში მღეროდნენ, იქ გაიცდნენ ერთმანეთი. ჩემი ძმისშვილები ერთი გოგონა მუსიკის მასწავლებელია. ძალიან ნიჭიერი გოგოა, ბიჭის მღერის, ასე რომ ჩემი მხრიდან უფრო მეტნი ვართ. ანუ სიმღერით არის ღლონტების მხარე, მაგრამ ნახე მანქანის კეთება და ცოტა კაცური საქმეები უკვე სალუქვაძეს მხარე. აი ეხლა ეგ მაინტერესებს ძალიან მართვის მოწმობის, ასე ვთქვათ, გაკვეთილებს ატარებ. და ეხმარება ხალხს აღარ ეხმარება ხალხს, რომ ისწავლოს. ეს იყო ყველა ეს სასაცილო დასაწყისი, იმიტომ რომ როგორ მოხდა ეს ყველა გითხარით რომ აი მართლა არ მიყვარს ტყულა გაჩერება რომ აი რაღაცა ისე გაატარო დრო ფუჭა და ჩემი შვილი სამი შვილი ხო მყავს შუათანაშვილი როცა შევიდა სკოლაში იქ გოგოები როცა ველოდებოდით როდის გამოვიდა და გაკვეთილი ახალ ჩაბარებული მქონდა ეს მართვის მოწმობის თეორია და უკვე ავიღე მართვის მოწმობა და უთხარი ამ გოგოებს რომ აი რაღაცაზე წუწუნებდნენ რა რომ ვაიმე ვერ მივდივართ ჩვენო რაფერ გვინდა ჩვენს ჩაბარებაო რაღაც ეგ მე უთხარი მოდით აგერ მოიტანეთ ციგნები და მე გამესადინებს შენო რაფერ გვამე მე უთხარი თქვენ მეიტანეთ და ნახეთ თუ არა აი ძველი მერხი იყო სკოლის ეზოში გამოვიტანი ის იქ დიდი მორები იყო რომელიც ვერ დაჩეხეს ისიც ესე დავაწვე 5 დიდი მორი და ეს გოგოები კარგად დავაბინავე არა ეზოში ნაძვში ეზო ხო და დავსვიგ და 20 დღეში აი ისე ვასწავლე თეორია რომ
4-5 გოგო გავიდა და 5-ვემ ჩააბარა თეორია. 20 დღეში და აი ერთხელაც არ მეთქვია ვინმესთვის რომ მე ამას ვამზადებ ან მე ვასწავლი არა. თავისით ერთმანეთს უთხრე რომ იცი რა მაგრათა სწავლის ეკა იქ მიდიდი. 200 მოსწავლე მყავდა რომელსაც უკვე დღეს მართვის მოწმობა აქვს და მე ძალიან მიხარია ეს. ეკა ძალიან აქტიურია ხო? ვარაც აქტიურია. კაპიტანინო, მოდით გითხარით, და თქვენი გოგოებიდან რომელი უფრო აქტიურია, რომელ საქმეში არის უფრო თავის საქმის პროფესიონალი, იმიტომ თქვენ უხებრიელია. ყველა რომ პარტია ამაში დავწერ. არა, ამაში გეთანხმები მაგ. ეხლა სამზარეულო ზომებში გაიმარჯვეს ამათმა, ლადანეკა იყო. კი ბატონო. ხო და კეთება урთავეს ეხლა 4-ვეს ეხერხება ძალიან კარგად მინდა გითხრათ. აქტიურები რომლები არიან? ეხლა ლანა უფრო ის არის ფაქიზისა, უფრო გაფორმება და ეს უფრო ძალიან კარგად ეწიფება, კი. ეკა უფრო კეცების ამბავში. ჩემია. ხო და შამპური და რა ვიცი, ცეცხლი და ტრიალებს ხოლმე ჯარასავით და ჩემი გოგოებიც ეხლა როცა აქეთ არიან ერთი სამეგრელოში მყავს გათხოვილი და ერთი ოზურგეთშია ის ხშირად მოდის და ბევრი რომ მყავს სტუმრები ეხმარება ისინი ჩართული არიან და ასე რომ მთელი ოჯახი მოკლედ ამავე ვართ. სტუმრების მოსვლა საინტერესოა. ანსამბლ სიმღერი ასევე მგალობელთა გუნდში და მე როგორც ვთქვი კამერულ ანსამბლში ხო? აი ამ ამბავზე გვესაუბრე აუცილებლად როგორ ახერხებ მართალია რომ ყველგან სიმღერაა საჭირო მაგრამ იმიტომ რომ ეხლა თან ჩემი მეორედაც მიწვა ჩემმა ხელმძღვანელმა და დანაც მოვიდა ანსამბლ რეხეულში და აგი ჭუბობს. ორივე და წამარ. რა სტუმრები რომ ახლა საგებიქცი არ ვიცი. მე რეპეტიციაზე ის ხო საგენი და დევი ხუფე. აგენი არ ეყოფოდა ეხლა და მეც შევედი გენაცია. სამოყვარულო გუნდი გახსნა ლანას ხელმძღვანელმა. უნიჭიერესი გოგო ყავს ფოტინე გორდელაძე რეხეულის ხელმძღვანელი და სამოყვარულოს გუნდში მე ვარ მხოლოდ ხანდაზმული 70 წლის უფრო დანარჩენები უფრო ახალგაზრდები არიან. მარუდებ ტოლს სირო ყველანაირად როგორ ცეკვაში მოვისურვებ. ცეკვაზე მარტო ტაში უკრა. ვარჯიშებსაც ვახერხებ რაღაცას იქეთაკეთ, მაგრამ ცეკვაში ტაშს უკრა. არა, ცეკვა არ შემიძლია. ისეთი საინტერესოა და ისეთი კმაყოფილი მოვდივარ, აი არ ვიცი რა გითხრათ ალბათ. ასე მგონია ასაკს ომარ შევხედო ალბათ 1-40 წლის ვარ ალბათ მე. მასეც არის, ასაკი ციფრებია მხოლოდ და რატო დამეთანხმები რომ ჩვენი სიტუაცია მაინც მიჩვეულები ვართ იმ გურულ იუმორს, სიმღერას, ხო? ჩვენს თვალწინ ხდება ხშირად ეს ყველაფერი, მაგრამ მე მაინტერესებს აი უცხოელები რომ ჩამოდიან. რა რეაქცია აქვს ტურისტებს? აი როცა თქვენ სიმღერას მოისმენთ. ოჯახი ხდება შეიძლება ასე პირდაპირ ვერ გაიგონ, მაგრამ თარგმანის შედეგად მივახვედრებთ მაინც ჩვენ კი ვართ მაგისთან ამაყვარანცხი ხალხი, ხო და ჩემი შვილი დავენ ამას პინძლობას, აი რა რეაქცია აქვს, რას გეუბნები? და ხალები რო ტრიალებთ, სულ ხალები ხო, არ არის ეს ადვილი ამბავი ჩვენ. ქართულ სიმღერაზე ხოლმე ყოველთვის ტირიან, იმიტომ რომ განსაკუთრებული ემოცია აქვს ალბათ, აი სიტყვებიც არ არის საჭირო და თარგმნაში და ასე ვთქვა თარჯიმნად ეკას გოგო ყავს ისი რომელმაც ძალიან კარგად იცის ინგლისური და გვეხმარება ხოლმე ეგ არის ჩვენი მშველელი და სიმღერის შემთხვევაში აი ძალიან მოსწონთ ქართული აი წასვლა აღარ უნდა წასვლა ძალიან აი რაღაცა წასასვლელები რო არიან და აი ეზოში მაქსისა პიანო ეზოში კი არა და აივანზე ხო და გარეთ იქა და ერთი ჯგუფი ყავდა ბრიტანეთიდან ასაკოვანი ადამიანები იყვნენ 15 ადამიანი მამაკაცებიც იყვნენ ქალები აი გეუნებით აქ ცრემლები იტიდეს რა იტიდეს და მე ვუთხარი ამას რამე არ მოვიდეს ძალიან ხანდაზმულებია მე გეკასუხარ ხო ისეთი ემოცია იყო მათთვის ისეთი ემოციურად მოკლედ არ ვიცი ხო და რა მეფერეს მოკლედ რა მკოცნეს აღარ უნდა წასვლა და სხვათა შორის ძალიან აი რომელი ჯგუფები ჩვენთან სხვათა შორის ძალიან ბევრი ქვეყნიდან არიან ისა რა ქვია ისრაელიდან ძალიან ბევრი ტურისტი მოდის ძალიან ბევრი და ძალიან უყვართ ისა ძალიან მუსიკალური ხალხია მერთვებიან ხოლმე და ტაში და რითმები და რა ვიცი დამახსოვრებული ვარ უკაშინაური ოჯახის წევრით არის ხო რაღაცა ისეა კერძები აი როგორ ხდება თქვენ უკვე იცით რომელი ქვეყნიდან ვინ ჩამოდის და რა კერძი დაახვედროთ თუ აი ჩვენი კერძი რომ გვაქვს ყველას ინჯავს იმ ჩვენ კერძს და რა მოსწონთ გურული ტრადიციული კერძი მე დაახლოებით ვიცი რაც მოეწონებათ მაგრამ თქვენგან მინდა გავიგო
აი ჩვენ კეთზეცხობაში მაგალითად ძალიან მოსწონთ ის მასტერკლასი და კეთზე გამომცხვარს კიდე სხვანაირი გემოვდა ძალიან მოსწონთ ეს. ასევე ჩვენ გვაქვს ჩვენი საავტორო კერძები. რა არის და არ გვიყრი ისე რაღაცები. ეს არის ბებიას კერძი, რომელიც ჩვენ გავათანამედროვეთ მე და ლანა. ეს იყო თხილის ბაჟე, ხათმის ხორცი და ჩხავერის საწებლი. უღა გააგზავნეთ. ხო და აი ძალიან მოსწონთ ეს ძველი გემოც არის ამ კერძში და ახალი გემოებიც არის, რომელიც ჩვენ შევქმნით და ჩვენს ძალიან მოგწონს და ჩვენს კერძებს რა თქმა უნდა. ამ იდეას ვინახარ ავტორი ჯერ ავტორი ვინ არის იდეის და მე რან განხორციელებაში აქტიურები ვინახართ იდეის ავტორი აი კერძის ავტორი კერძის ავტორი ჩვენ სუფიქრობდით აი რა შეიძლება რომ ახალი მაგრამ თუ ის ძველი ჩვენი ტრადიციული არ შევინარჩუნეთ ჩემი აზრით იმ ახალს ფასი დაეკარგება ამიტომ ძველი საფუძველზე რაღაცა პატარა საფუძველი აი ბებია რო აკეთებდა რაღაცას დაუშვათ ამის შემდეგ ჩვენ მე ლანა დიდი მომგონებელია და რაღაცებს ერთობლივად მოდი ეს ხო არ გაუკეთოთ მოდი ის ხო არ გაუკეთოთ და ერთობლივად რაღაცას დავამატებს ის არ მოგვეწონება მე შევცვლი და საბოლოო ჯამში გამოვიყვანთ გამოვაწრთოთ კაი გემრიელ მეცა ცეცხლიო და მწვადებიო და შამფურებიო შენი საქმე არის ეს ხორცეული უყვარ ძალიან აბა და მიიწევს ხორცის კერძებში გამოშვა ეს ხორცებთან ეს ხორცი ანუ ცხელები და ცივები როგორც ანაწილებ ხომ ესეა ხო თავი და თავი ამ საქმეში როგორც ვთქვა ფაქტები ლანა ისა ეკა ხო მეც ეს შეშე ეკა დირექტორი გენაცვალე უფრო მარი ანუ უფროსი ეს არის ხამოდიანო და ამბავ ვარ მე და ვეუბნები როგორ დაგასაქმე გოდა მასია მასე მე იცით რა მაინტერესებს ჩემთვის განსაკუთრებული ყოველთვის კალანდარი როგორც გურულისთვის და ყველა გურულისთვის ასეა და მეთანხმებით როგორ აღნიშნავთ თქვენ ამ განსაკუთრებულ დღესასწაულს კალანდარს როგორ ეგებებით რა არის შემორჩენილი რა თქმა უნდა იქნება შემორჩენილი მაგრამ რა არის შემატებული ძველ ტრადიციას ჩვენ ახლა ოჯახში რომ არ აღნიშნოთ კალანდა ის როგორ შეიძლება რა თქმა უნდა განსაკუთრებულად რომ გვიყვარს გურულებს კალანდა ესეც გამორჩეულია და ჩვენს ოჯახში ყოველთვის ხვდებით ამ დღეს განსაკუთრებული მზადებით ვამზადებთ კერძებს რა თქმა უნდა ტრადიციულად არის მოლხენა უკვე თან მარხვის დასასრულია მეკლე თავისი ლოცვით მეკლე თავისი ლოცვით მოგზანდება ხოლმე და ეს გობი და ყველაფერი აი ჩემს ხონჩა გვერდზე თუ შემოგზანდებით კი იქაც ნახავთ რომ ჩვენ ტრადიციულად ყოველთვის ვაკეთებთ ამაზე დიდი სიხარულია გურიაში კალანდა მინდა გითხრა და წელსაც ეხა არ გამოვტოვებთ ამ დღესასწაულს განმეორდებ ესე იგი ცხენების შემდეგ ნამდვილად გავაოცეთ სოფლიოს და ამ გაოცების ავტორები იქნებით თქვენ სალუქვაძეები და ყოველდღიები და სიამაყით მინდა აი ნამდვილად თქვა ყოველთვის მადლიერება თქვენი იცი რა მაინტერესებს ანდრე აი ერთი დღე რუტინა როგორ იწყება ვინ არის აქტიური ვინ რასაკეთებს აი მაინტერესებს აბა ქალბატონინო როგორ იწყება თქვენთან ღმეს წარმომიდგენელ სუღიღიღინი და შეძახილები და თქვენ გითხარით მოგვიყევით მუსიკა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს მინდა გითხრა დილით როცა ვიღვიძებ და მივიღებ ჩემს წამლებს სანამ საუზმეს ეკა მომართმევდეს მივდივარ ინსტრუმენტთან და ხერი ეკა მეუბნება დედიკო რა იყო წნევა გაქვს არა კაცო ისე სხვათა შორის წნევას ისე კარგად კურნავს სიმღერა აი გადასარევი სიმღერა და განწყობა ყველაფრის წამალია ვფიქრობ ეხლა მაგ ძველი პიანინო მქონდა ხო და ახლა მე ვთქარ დედიკო ისეთი სტუმრები მოდის ახლა გამოვცვალო უნდა აგი ინსტრუმენტი მეთქი და აგი იყოს აი მანზე დავდებ და ახლა ფაცხა გავაკეთეთ ახალი იქა და ერთი ინსტრუმენტი შეელექტრო შევიცინო უნდა მეთქი და აი დედიკო როგორც გინდაო და შევიცინე უნდა ვთქვა პენსიითო მე ვიყიდი პიანინოსო და წამლები შენ მიყიდე ბარტერი არის მე ორას დამჭირდება შენ მიყიდეო და პიანინოს მე ვიყავი და ამეცია მე მგონია წნევა ამეცია მე აი წნევა დაუწევთ ჩვენ კალბატონინოს აუცილებლად ხოთაშორის ერთ-ერთი ვიცი რომ მისი საავტოროა თუ ორივე საავტორო იქნება
კი, ორივე საავტორო რა ბედნიერება გველოდება წინ არის. ქალბატონი ნინო გადააცილე. ჩვენ მე და ქალბატონი გავიფარებით წინ გურულად ერთმანეთს მოვესიყვარულები და თქვენ ქემოყრებით უკან მერე. კი ბატონო. ჯოხი არ დაგჭირდა. იცით გოგოებო რა მაინტერესებს? ეს ქალბატონი ნინო არის ყველაფრის ასე ვთქვა თავი და თავი, საწყისი. და აი ხანდახან ხო რომ ცუთ ხასიათზე ხართ. მაინც მღერი ხარ? მაინც დედა აგვანებებს რომ არ ვიმღეროთ და არ ვიყოთ კაიგია რა ბედნიერება. დაღლილები ვართ ხო? აი ძალიან ბევრი სტუმარი მივიღე და უკვე დავიღალე. ხო. და გეიღო ჭიშკარი და მოვიდა ახალი სტუმარი და დაღლა სამედის არ ვიცი საცხა გეიქცევა და ჩვენ იგივე ენერგიით ახალ სტუმარს მიგებთ და ეს ενέργია ჩვენზეც გადმოვიდა იმედია ჩვენს მაყურებელზეც და მოდი ახლა ჩვენ გავისუსოთ და გასასრულები არა ვარ. გურიას მოვეფერები და მოვესიყვარულებით ისევ და ისევ და ჩვენ ჩუქნით ორ სიმღერას ოღონდ განმეორდები რომ ქალბატონი ნინოს საავტორო სიმღერებია. კი ბატონო. გაფაცისებით მოусმინოთ. ლექსი გახლავთ გურული ბიჭის კოტე მესხიძის რომელმაც ეს კრებული მაჩუკა ჩვენთან სტუმრად იყო და თავისი ლექსების კრებული მაჩუკა ესე პროფესიით მოცეკვავია ეს ბიჭი მადრიდში მოღვაწეობს იქ ქართულ ცეკვას ასწავლის ამ ზაფხულს და მე ამოვიცი ესე მოვიკითხოთ კოტე აქ მადლობა ამ ლექსებისთვის. წნევა, კიდე წნევა. აი, ჩამ 140-მდე ჩამოვიდა. 120-ია ნორმა მისი. შენი რეპერტუარი და იხარჯოს უნდა აკადეთ. აბა მიდი. ხა შემოგთავაზეთ მაშინ ჩემს პირველ სიმღერას, რომელიც დავწერე ჩემს სოფელს, ლიხაურზე. ლექსი გახლავთ ლიხაურელი კაცის ზურაბ ურუშაძის. ეხლა უკვე ხანდაზმულია 86 წლის კაცია ეს ადამიანი. ძალიან კარგი პიროვნება და მოკითხვას უხდი აქედან. ზასაბალზე მარადისი სოფლის ნატურის თვალები
თვალით გადანა